მაყურებელს, ისე როგორც წინა კვირაში ჩვენ დღესაც მოსული ვართ ამოუწურავი საკითხით, ამოუწურავი თემით, ეს არის ჩვენი გასული ღონისძიება, რომელიც იყო რიგით მე-12, სადაც თქვენ იყავით ერთ-ერთი ნომინანტი, რომელსაც ძალიან დიდი როლი ჰქონდა შეტანილი როგორც ქალთა გაძლიერებაში, ქალთა განვითარებაში, ასევე განათლებაში შეტანილისათვის და სწორედ ამიტომ ლიდერ ქალთა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ ამ მნიშვნელოვანი ნომინაციით წარდგენილ ყავით თქვენ საზოგადოებაში. ჩვენ ტექნიკურმა ჯგუფმა გამოაჩინა ეკრანზეც. აი ამ მივიღე ჯილდო, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა სრულიად ლიდერ ქალთა საზოგადოებას. ამისათვის რომ ხართ ამ საქმეში ისევე როგორც ჩვენ აქტიურად ჩაბმული და ჩართული ანალოგიურად თქვენ. ანალოგიური სტუმარი ყავს დღეს ასევე ჩვენ ღონისძიებას ჰქონდა არაჩვეულებრივი ძალიან ლამაზი კომპოზიციები თაიგულებისა, რომელიც შექმნილი იყო მარიამ გუდიაურის მიერ. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის მარიამი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩადოსნური ყუთის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც ქმნის არაჩვეულებრივ კომპოზიციებს და დარწმუნებული ვარ, რომ მისი განვითარება ბიზნეს საქმიანობის, თუ როგორ არის იგი ბიზნეს ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული, რას მოღვაწეობს და რას საქმიანობს, მაყურებელთათვის საკმაოდ საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ღონისძიება არ იყო ჯერ კიდევ დასრულებული, როდესაც სტუმრები იყო ნახტოვანებული არაჩვეულებრივი კომპოზიციებით, რადგან იყო არაჩვეულებრივი სილამაზეები და სტუმრები ინტერესდებოდნენ თუ ვინ იყო ამ ყველაფრის შექმნელი და დღეს გადაწყვეტეთ, რომ მარიამი წარმოგიდგინოთ. კიდევ ერთხელ გავაცნოთ უფრო ფართო აუდიტორიას, გავაცნოთ მარიამ ჩვენს ძვირფას მაყურებელს და იცოდნენ მარიამის შესახებ მეტი. მარიამ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ და გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს, რომ რა საქმიანობთ, რით ხართ დაკავებული და როგორ წარმოიშვა ჯადოსნური ყუთის დაფუძნების იდეა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მე ვარ მარიამ გუდიაური, ჯადოსნური ყუთის დამფუძნებელი გორიდან. ეს საქმე 2 წლის წინ დავიწყე ონლაინ და დღეს უკვე ჩემი საკუთარი მაღაზიაც მაქვს. არ იყო ძალიან ადვილი, ძალიან დიდი შრომა გამოვიარე და ძალიან ბევრი შრომა მაქვს ჩადებული ამ ყველაფერში და დღეს აქ ვარ და ყოველდღე ვქნი ულამაზეს თაიგულებს, რომ გავაბედნიერო სხვა ადამიანები. ძალიან დიდი მადლობა. გორში გაქვთ მაღაზია, როგორც ცნობილია. მე მაინტერესებს ეს არ არის მხოლოდ ბიზნესის დაწყება და ეს მხოლოდ ყვავილების მაღაზიის გახსნა. ამას სჭირდება ძალიან დიდი ნიჭი, იმიტომ რომ საკუთარი კომპოზიციების შექმნა არ არის მარტივი. მაინტერესებს ჯადოსნური ყუთის დაფუძნებამდე რა საქმიანობდით, იმიტომ რომ მე ვაკო ვერამს და ვერამს ვერ დავიჯერებთ, რომ ერთ დღეს გადაწყვიტა და ესეთი ლამაზი რაღაც შექმნა წინა პირობების გარეშე. ზოგადად, აი სულ ვიძახი ხოლმე, რომ საერთოდ ვერ მოვიფიქრებდი თუ ყვავილებთან მექნებოდა საქმე. აი მართლა ვერ მოვიფიქრებდი, მაგრამ ანუ მიმიყვანა იმ მომენტამდე ჩემთანმა, რომ აღმომეჩინა ეს ახალი პროფესია და ისე შევიყვარე, რომ აი ერთი დღეს არ შემიძლია, რომ თაიგული არ ავაწყო და ვინმე არ გავაბედნიერო. მარიამ, მოგვიყევი ლიდერ ქალთა საზოგადოებისა და შენი პირველი კავშირის შესახებ. ასევე აღნიშნულ ღონისძიებასაც მარიამი ესწრებოდა. მე მინდა როდის გაიგე პირველად ლიდერ ქალთა საზოგადოების შესახებ და მოგვიყვევი თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით. ზოგადად 2 წლის დაახლოებით 2 წლის წინ გავიგე, იყო კიდევ ერთი ღონისძიება ამის წინ, რომელიც ისიც მე დავასპონსორე ჩვენი ყვავილებით და ეს მე-12 ღონისძიება იყო ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი. ძალიან ბევრი რამე მასწავლა ლიდერ ქალთა საზოგადოებამ და მადლობას ვუხდი მათ ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა. მე აღნიშნული ღონისძიება გავაჩერე, იყო ძალიან სოციალური, იმიტომ რომ ეძღვნებოდა უმნიშვნელოვანეს პრობლემას, ეს არის ძუძუს კიბოთი დაავადებულთა ინფორმირებისთვის და პრევენციისთვის. ასევე მინდა გავაჟღერო, რომ ონკოლოგიური და რამდენად მნიშვნელოვანია და თემა რამდენად აქტუალურია ონკოლოგიური დაავადებები საქართველოში თვითონ ტელემაყურებლობის გულსისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ, სიკვდილიანობის შემდეგ მეორე ადგილზე არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მსგავსი თემების აქტუალიზება უნდა გაიზარდოს აუცილებლად და ეს რომ არის კერძო ინიციატივა პირველ რიგში ქალბატონი ნათია შათერიშვილის, რომელსაც მოვიკითხავ, აუცილებელია ამ ინიციატივებში ჩაერთონ ის უწყებები, ვისაც ხელ ეწიფებათ, ხო, აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ წარმატების მაგალითები ზუსტად ამ მიმართულებით, ვაკო რომ არაერთი ქალბატონი, რომელმაც ეს სცენი დაძლია. და იყო არაჩვეულებრივი დემონსტრაცია დეფილის სახით, რომელიც აჩვენებდა ქალბატონების სიძლიერეს. ჩვენ მქონდა ეს დემონსტრაციული შოუ იმისათვის, რომ ქვენახა ქალბატონები, რომელსაც ჰქონდათ ან აქვთ, ან თუნდაც ახლად გაგებული ჰქონდათ ამ დაავადების შესახებ და ეს დემონსტრაცია იყო იმის მაჩვენებელი ძალა, თუ რამდენად ძლიერები არიან ისინი, როგორც წარმოგიდგებიან საზოგადოების წინაშე. ხოლო უშუალოდ მათი დეფილის შემდეგ, ონკოპაციენტების დეფილის შემდეგ იყო ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი ქალბატონების დეფილე, რომელმაც
საჩვენეს მათი სიძლიერე, მათი ლიდერობა, მათი სილამაზე, ხოლო მესამე ძირითადი ნაწილი ეს იყო უშუალოდ მათი მიქსი ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრებისა და ონკოპაციენტების და უნდა მათ მაყურებელს აჩვენეს ის თუ ჩვენ ვართ რა თქმა უნდა ერთნი, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ ამ კონკრეტულ საკითხზე, უნდა გავაზიაროთ მაქსიმალური ინფორმაცია იმისათვის, რომ არ იყოს რაიმე დისონანსი, ან თუნდაც სხვა ხშირ შემთხვევაში, როდესაც ქალბატონები ახლად იგებენ ხოლმე უშუალოდ ამ დაავადების შესახებ გონიათ, რომ რაღაცა ცხოვრება დასრულდა, ან გამოსავალი აღარ არსებობს აღარანაირი და გარიყულად გრძნობენ ხოლმე თავს. ან უბრალოდ ასე მიიჩნევენ ხოლმე და ჩვენი ეს ღონისძიებას და თუნდაც ეს დეფინის ნაწილიც და სწორედ ეს მესამე ნაწილიც ეძღვნებოდა ამას, რომ თითოეული ქალბატონების დაავადების მიუხედავად საქმიანობის თუ უდრული პოზიციისა არიან ერთნი, ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც არ გარიყავს ან გამორიყავს მეორე მხარეს, ვართ სრულად ერთ საქმეში ჩაბმული მაქსიმალური ინფორმირებისათვის, იმისათვის, რომ ჩვენ ერთად დავდოთ მაქსიმალური შედეგი, როგორც თქვენც აღნიშნეთ. დავამატებდი მარიამთან კოლაბორაციას და საქმიანობას ჩვენ, როგორც იცით, ოქტომბრის თვეში ლიდერ ქალთა საზოგადოებამ ნათია შათიაშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარა მუშავდებულ ქალბატონთა დეფილე, ეს იყო უნიკალური პროექტი, სადაც მარიამი იყო ერთ-ერთი ჩვენი მხარდაჭერი, რომელმაც გასულ თვეებშიც გაალამაზა ჩვენი ერთ-ერთი ღონისძიება. მარიამ, რა სიტყოდი ჩვენი თანამშრომლობის შესახებ? რა სამომავლო გეგმები გაქვს ჩვენი განვითარების მხრივ? ანუ მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მომავალში თვითთანამშრომლობ და თქვენთან თანამშრომლობამ ძალიან დიდი გამოცდილება შემწინა. მარიამ, აუცილებლად შეგეკითხებით საქმიანობასთან დაკავშირებით ისევ რომ ბრძანეთ რომ გორში მოღვაწეობთ, თუმცა დაიწყეთ ონლაინ. რამდენად შეუძლიათ სხვა ქალაქის მაცხოვრებს, მაგალითად დედაქალაქის ან გარშემოქალაქების ცხოვრებებს, რომ ითანამშრომლოთ თქვენთან, შეუყვეთ თაიგულები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამდენად გაქვთ მიწოდების სერვისი და რომ გითხრათ სტრუქტურასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე მართლა რაც ვნახე, მაინც არ მჯერა, რომ პირველი შეხება 2 წლის წინ იყო, იმიტომ ეს ყველაფერი ძალავაზია. ზოგადად მომხმარებელს უქმნით ყველანაირ კომფორტს, რომ თავი იგრძნონ, ანუ მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მიწოდებაც გქონდეს სწრაფესი. მარტო მე ვარ. ინდივიდუალურად უძღვება ამ ხალხს მე ვარ. აჰა, გაქვთ ონლაინ მიწოდებაც ასე? კი, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქალაქში უსწრაფესი საკურიერო მომსახურება გვაქვს. ეს არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი და მსგავსი ნიჭიერი ადამიანების სიმრავლე მართლაც გაწევთ ჩვენ ქვეყანას წინ და მე ვისურვებდი რომ თქვენი ნიჭის და თქვენი მონდომების პატრონი ძალიან ბევრი ადამიანი იყო საქართველოში. მონდომება მომავალ აქტივობაზე ლიდერ ქალთა საზოგადოების მომავალ ღონისძიებაზე და მომავალ ასევე უნდა გითხო ჟურნალის პრეზენტაციაზე რა შეგვიძლია. ჩვენ მომავალი დიდი მასშტაბური ღონისძიება გვაქვს ჩანიშნული 31 ივლისს, რომელიც იქნება სულ სხვა კონცეფციის, ეს იქნება არა როგორც არაფორმალური ნაწილი, იქნება უშუალოდ თავდაპირველად ფორმალური, იქნება მეცლად B2B ივენთი, რომელიც მიეწოდება თავდაპირველად კავშირების გაძლიერებას, ნეტვორკინგის სესიების გაძლიერებას და ასე შემდეგ და ასევე ჩვენ სრული ივლისი და აგვისტოს თვე ჩანიშნული გვაქვს სხვადასხვა რეგიონალური მასშტაბის შეხვედრები, ეს იქნება მაგალითად ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ როგორც გვეცით ჩვენ და როგორც დღევანდელი მაგალითიც გვაქვს, ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მხოლოდ დედაქალაქზე, იმიტომ რომ შეთა აქვთ ხოლმე ქალბატონებს გულისწყობა, რომ აი მე თბილისში არ ვარ, ბათუმში ვარ, ქუთაისში ვარ, ზუგდიდში ვარ და აი როგორ შემიძლია ჩავერთო. ცხადია ჩვენ ამის არანაირი შეზღუდვა ან პრობლემა არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ როგორც რეგიონალური მასშტაბის ღონისძიებები გვაქვს, ეს იქნება ნებისმიერი ქალაქი, ასევე გვაქვს თბილისში დედაქალაქი. ანუ აქტიურდება საქართველოს და აქტიურდება ზღვისპირა ქალაქები და რაიმე ხობარ გაქვთ კი, ბათუმში 9 აგვისტოს მოსპეცლობთ ჩვენ ჟურნალის პრეზენტაციას, რომელიც იქნება სულ სხვა კონცეფციის და დაგეგმილი გვაქვს ძალიან ისეთი მასშტაბური საინტერესო აქტივობა. კვლავ აუცილებლად გავაჟღეროთ ის საკითხი, რომ ამ მასშტაბურ ღონისძიებებს მოყვება თავისი შედეგი, რა თქმა უნდა, და ვრცელდება ლიდერ ქალთა საზოგადოების შესახებ ინფორმაცია და კვლავ უნდა გავუჟღეროთ ჩვენს მაყურებელს, როგორ უნდა მოგმართონ, ვინ უნდა მოგმართონ ის, რომ აი ხოთშორის 2 კვირის წინ მქონდა გადაცემა და თქვა ქალბატონმა ნათიამ, რომ არ არის მაინდა-მაინც საჭირო რომ იყო მაინდა-მაინც წარმატებული ბიზნესმენი. შესაძლებელია იყოს წარმატებული ბანკირი, წარმატებული
პროფესიონალი, პროფესიით დასაქმებული და შეუერთდა ლიდერ ქალთა საზოგადოებას. ეს კლიშე სხვათა შორის არსებობს, იმიტომ რომ მეც მხვდებიან, ჩვენი თანამშრომლები იქნებიან თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ადამიანები, რომელსაც ძალიან უნდა დაკავშირება, მაგრამ არ აქვს საკუთარი ბიზნესი. საკუთარი ბიზნესი. თუ შეიძლება რომ გავაჟღეროთ მათთვის. პირველ რიგში ფიდბექს ვიტყოდი იმას, რომ ღონისძიების შემდეგ ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ძალიან კარგი ფიდბექი, იმიტომ რომ ჩვენ ხვდებიან ქალბატონები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ მათი ყოველდღიურობა შეიცვალა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოკეთა და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დადებითი რეზონანსი ამ ღონისძიებების შემდეგ. რაც შეეხება ორგანიზაციაში გაწევრიანებას და წევრობას, რა თქმა უნდა, როგორც თქვენც აღნიშნეთ, ამისათვის არ არის რომ გქონდეთ ჩვენი მსხვილი ან დიდი ბიზნესი, შესაძლოა არის რომ ვიყოთ მცირე მეწარმე ან საერთოდაც ვიყოთ დამწყები, მაგალითი ყავს ამის ძალიან კარგი მარიამი, ან მხოლოდ დედაქალაქი, ხომ ასე არ არის? ნებისმიერ ქალბატონს, რომელსაც სურს განვითარება, წინსვლა და ასე შემდეგ, ჩვენი კარი ნებისმიერი ქალბატონისათვის არის ღია და ჩვენ შესაბამისი საჭიროებებს მორგებულ, ასე ვთქვათ, შეთავაზებებს შევთავაზებთ იმისათვის, რომ ქალბატონები, რომლებიც მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში, მაქსიმალურად განვითარდნენ, წინ წავიდნენ და ჩვენ ბიზნეს ეკონომიკურ გარემოში ჩაერთონ აქტიურად. ბაკო, მე დასასრულს კვლავ უნდა ვახსენო, რომ ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ლიდერ ქალთა საზოგადოებას. შენ მადლობა თქვენ. ქალბატონ ნათია შათილიშვილი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და იმედია ჩვენ თანამშრომლობა მოგცემს კიდევ იმის სტიმულს, რომ კიდევ გადმომეცეს ჯილდო. ამაზე ვაც არ ვიტყვი. ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა ტრადიციისამებრ სამშაბათს მეორე ბლოკის ლიდერ ქალთა საზოგადოება მასპინძლობდა მონეტიზაციის ეთერს. მარიამ გუდიაური, ბაკო ყორღანაშვილი, გიგა თვაური იყვნენ თქვენს ეკრანებზე. მე გემშვიდობებით უკვე ხვალ დილის მონეტიზაციაში სანდრო ვეფხვაძე გაუძღვება მონეტიზაცია